ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთი ინერტული მასალების გატანას აგრძელებს. ჩვენ სიუჟეტში ამ საგანგებო მოვლენის შესახებ გიამბობთ. მოსკოვი უკანონო ქმედებებს განაგრძობს ოკუპირებულ აფხაზეთში. რუსული პროექტის თანახმად სოჭის შემდეგ დე-ფაქტო ოკუპირებული აფხაზეთი ამჯერად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს მოამარაგებს ინერტული მასალებით. შედეგად ოკუპირებული რეგიონი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების საფრთხის წინაშეა. გარემოს დამცველები და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეგიონიდან ინერტული მასალის გატანა სანაპირო ზოლში უმძიმეს შედეგებს გამოიწვევს და ისედაც კატასტროფულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. აფხაზეთიდან ყირიმში გრანიტული შემადგენლობის ინერტული მასალების გატანის საკითხები უკვე განიხილეს აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა რუსული უდიდესი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. საუბარი შეეხებოდა გასატანი მასალის რაოდენობისა და ვადების დადგენას. ეგრეთ წოდებული აფხაზური მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამით აფხაზურ მხარეს ეკონომიკური სარგებელისა და შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენის იმედი აქვს. ყირიმის რესპუბლიკაში ხორციელდება ფედერალური პროექტი, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულზე გამავალი მთიანი 250 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. მათ ამისათვის სჭირდებათ გრანიტის ღორღი, რაც ჩვენთან მოიპოვება. მოთხოვნა დიდია რუსეთის სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი მზად არიან თუნდაც ხვალ დაიწყონ გატანა. აფხაზური მხარე ეკონომიკური მოგების მოლოდინშია, თუმცა არ ხედავს ან არ უნდა დაინახოს ის საფრთხეები და რისკები, რაც შეიძლება ამ რუსული პროექტის განხორციელებას მოყვეს. სპეციალისტები შიშობენ იმასაც, რომ შეიძლება ინერტული მასალის ამოღებას ტყის უნიკალური საცავის განადგურება მოყვეს. იმასაც აღნიშნავენ, რომ თუ სოჭის ოლიმპიადის მზადების დროს აფხაზეთიდან გაიტანის სამშენებლო მასალა, შედეგად შავი ზღვის სანაპიროს ზოლი განადგურდა. გახშირდა წყალმოვარდნები და მოშლილია რეკრეაციული ზონა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსულ სამშენებლო კომპანიებს უკვე წლებია გააქვთ ინერტული მასალა. ამას განსაკუთრებული ხმაური მოყვა სოჭის ოლიმპიადის მზადების დროს, მაგრამ დღემდე გრძელდება რუსეთის მხრიდან მსგავსი უკანონო ქმედებები. ახლა კი მოსკოვმა განიზრახა მისი ქმედება ოფიციალური დოკუმენტით გაამაგროს და მიაღწია კიდევაც ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას აფხაზურ მხარესთან. ყველა მდინარეებიდან თითქმის, რაც ჩამოდის კავკასიონიდან, ყველა მდინარეებიდან აბსოლუტურად ხდება ინერტული მასალის გატანა. დიდი რაოდენობით, მინიმუმ, ესე იგი, თითო საბადოდან მინიმუმ 500 კუბი დღეღამეში, ესე იგი, მუშავდება. ეს ყველაფერი იტვირთება მატარებლებზე და მიდის რუსეთისკენ. და ყველა ხედავს ამ სიტუაციას. კერძოდ ბზიფის ხეობაში, ბზიფზე, ესე იგი, კალაპოტიდან სადღაც 4 კილომეტრში ძალიან დიდი ის არის ქარხანა და პირდაპირ შედის რკინიგზის ერთი ჩიხი. გუმისთის ხეობა მთლიანად ათვისებულია თავიდან ბოლომდე ზღვიდან სადღაც 2 კილომეტრ ნახევარში. სადღაც 4 ქარხანა დგას მარტო გუმისთის იმაში ხეობაში. ძალიან მაღალი კლასის, ესე იგი, ქარხანა დგას თვითონ კელასურში. ესე იგი, თვითმცლელებით რაღაც ახალი კლასის თვითმცლელებით, იქვე არის კელასურის სადგური, იცით? იქვე იტვირთება ეს ყველაფერი და როგორც ამბობენ, რომ მიდის ყირიმში. ეს ფირმები, რომლებიც იქ მუშაობენ, ესენი არიან უცხოური, ესე იგი, რუსული ფირმები. ეს ასე ვთქვათ, კრასნოდარის მხარეში დარეგისტრირებული ფირმებია ძირითადად. აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების გეოლოგიის განმარტებით ინერტული მასალების გატანა ოკუპირებულ რეგიონს უმძიმესი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს. სააგენტოს გათვლებით გატანილი ინერტული მასალების ღირებულება ათეულობით მილიონ $-ს შეადგენს. რაც შეეხება თვითონ კატასტროფას, რაც მოსალოდნელი არის, ჩვენ დავითვალეთ. მოკლედ წლიური გადაადგილება სანაპირო ზოლის საერთოდ აფხაზეთში, გარკვეულ ადგილებში შეადგენდა 9 მეტროს. ახლა წლიურმა სანაპირო ზოლის გადაადგილებამ შეადგინა 1.5 მეტრი. წარმოგიდგენიათ, ესე იგი, სამჯერ გაიზარდა რა ეს აქტივობა ზღვის. ესე იგი, ზღვა ადაბლებს სანაპიროს და შემოდის ნაპირისკენ. იქ პრევენციას არავინ არ აკეთებს და ამის გამო, ესე იგი, ძალიან დიდი კატასტროფა ელოდება სანაპირო ზოლს. ის რეკრეაციული ადგილი უკვე აღარ იქნება. ესე იგი, ფუჭდება ეს რეკრეაციული ზონა პრინციპში. არავინ არ წავა იქ დასასვენებლად, პლაჟზე არავინ არ წამოწება, იმიტომ რომ პრინციპში პლაჟები უკვე აღარ არის. ჩათვალეთ, რომ აღარ არის. თალკეული ადგილების გარდა რა. არის იქ სპეციალისტები, რომლებიც აცნობიერებს ამას, მაგრამ მაგათ ამის ძალა აღარ აქვს. და არავინ არ იკითხება მაგათ.
ბადრი გალდავას თქმით, აფხაზეთში შექმნილი ეკოკრიზისის დასაწყებად და მთლიანად შავი ზღვის სანაპიროს ეკოსისტემის დასაცავად ერთადერთი გზა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებაა. ამ კუთხით მათი სამსახურის ორგანიზებით სისტემატურად ეწყობა კონფერენციები საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით. ერთადერთი ბერკეტი არის საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მე მოუწოდებდი ყველა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აი ამაზე აიმაღლონ ხმა და არ შეიძლება აფხაზეთში ინერტული მასალის ამოღება სანაპირო ზოლიდან. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს საქართველოს აქვს. ჩვენმა სამსახურმა გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობას, ჩვენ კიდევ ვაკეთებთ საერთაშორისო კონფერენციებს ამ თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ახსენით მეცნიერულად, დავასაბუთეთ ციფრებით, რომ ასეთ სიტუაცია და ასეთ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაკეთდეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის მზადების დროს ქართულმა მხარემ რუსეთის ამ უკანონო ქმედებაზე, სოჭში ინერტული მასალების გატანის ფაქტზე დიდი ხმაური ატეხა და ამ კონკრეტულ შემთხვევას კვლავ დააყენებს ჟენევის მოლაპარაკებებზე.